Barqali. Amačeri? მოვედი ჩემს მეგობართან, გურამთან, ჩვენიში. გამოვიჭირა თბილისში, იმიტომ რომ წინა საღდგომომზადებაა ეხა ისეთი ამბავია ყველა ემზადება ამ დიდი დღესასწაულისთვის და სხვა ჯერს გზაში რომ მოვიდოდი, ეხლა ვფიქრობდი, რომ გაზაფხული და ჩაკაფული ყველა არ ერითმება ერთმანეთს. კი ბატონო, მაგრამ გიფიქრია მაგაზე? არა, მე არ მიფიქრე, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ გაზაფხული ჩაკაფულისთვის მაისიდან მოდის, როცა უკვე ზამთრის დოლი დასრულებული არის, ბატკანი მზად არის იმისათვის, რომ მივირთვათ. ტყემალი ეხლა გადაყვავდა საქართველოში და ტყემალი საჩაკაფულეთ და ბატკანი საჩაკაფულეთ მაისში გენეცვალე. ამიტომ ჩვენ აღდგომას ვერ გადავწევთ, ვერც გაზაფხულს ვერ გადავწევთ, გადმოვწევთ, ამიტომ მე გადმოვწევ, ანუ სანამ ყველა გააკეთებს, ჩვენ უკვე გაკეთებულიც გვექნება ჩაკაფული და ნაჭამიც მეგობრებო ტაში. ტაში. ესე იგი, აბა ეს ხბოს ჩაკაფული საიდან მოვიდა? ქალაქელებმა მოიგონეს, იმიტომ რომ 80-იანების ამოწურვის პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი დასავლეთიდან შემოსული, ასე ვთქვათ, მოსახლეები გადმოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად. თბილისში მაცხოვრებლები მეტნაკლებად იყვნენ ქართველები, მეტიც იყო სხვა ეროვნების ადამიანები, ეზიდები, კურდები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსკართველები და შერეული ნაციები იყო. საქართველოს თბილისი ყოველთვის იყო ურთიერთობა და აი დასავლეთში ნაკლებად ჭამენ ცხვარს, ამიტომ ეს ცხვრის ცხვართან მიდგომა შეიცვალა. ნუ კახეთში დარჩა, მერეჩი უფრო ციკანს და სამეგრელოში ციკანს ემეპატებს, ვიდრე ცხვარს. ნუ რა ვქნათ, ჩვენ გვიყვარს წისწრება რაღაცეების და შემოვედით გაზაფხულის სხვათა შორის. კაიხანია დადგა, საიდანაც ეს წვანილები არის რა, ისეთ აი ჩემთვის ეს არის, აი სიმწვანეში არის აი ეს და აი ამ სურნელს, ტარხუნის სურნელს მოყავს ჩემთვის გაზაფხული რა. კაი, რა მითხარი შენ? შენ ვიცი რომ ძალიან კარგად გამოგდეს ისეთი ქმარი ყავს და ისეთი ოჯახში ხარ გაზრდილი რომ ძალიან კარგად აბზადებ თქვენ შენ აკეთებ თუ არ აკეთებ ჩაკაფულს? კი, ვაკეთებ. აკეთებ, აბა როგორ აკეთებ? გამწვანილს ხარ ჩაკაფულს? ნუ უყურებ ახლა დაფაზე. კაი, არ უყურებ, ესე იგი, რაც თავარია ტარხუნა, ახალი ნიორი, უეჭველი ან პრასი, მაგრამ ნუ მე ნიორს ხმარობ ხოლმე. ახალი ნიორიც ადრე არის ჯერ. ხო, რო შემოვა. ოხრახუში ქინძი, აუცილებლად. კიდე რა მწვანილი უნდა? წიწაკა უნდა. ეს არა ქვია, ცოტა წიწმეტიც უხდება, უკეთებ ხოლმე წიწმეთს. მორჩა. კიდე არის მიკანახე. არა, კიდე არის დანარჩენი. კიდე უნდა რამე? ხო, წვანილები და დანარჩენი მერე. საკვებზე და გასტრონომიაზე რო არის დავა და თან განმწარებული დავა, ჯერ ერთი ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ჩვენმა ეპიზოდმაც პირველმა ეს დაამტკიცა და საერთოდ ისედაც ყველაზე მეც ადამიანები ერთმანეთს ედავებიან, არა ეს ყველიჯობია, არა ეს ხაჭაპურია დედოფალი და ნუ ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ნახე, ჩაკაფულზე სხვათა შორის მაინც არის ყველაზე ჩაკაფულზე გადახვა. არსებობს აი ეს სამება ქართულ კულტურაში, რომელსაც ვერანი ვერ წაართმევს, რომელსაც ვერსად ვერ ამოიკითხავ და რომელსაც ვერც ერთ კედელზე და ეკლესიის იმაზე არ არსებობს ამისი ესე იგი ამონათალი კულტურული მიმართულება. ეს არის როგორ მოვამზადოთ ქართული კულტურა, კულინარია, როგორ ვიცეკოთ ქართული ცეკვები და როგორ ვიმღეროთ ქართული პოლიფონია. აი ეს სამება ეს არის აი გენეტიკური კოდი, რომელიც ჩვენ თანდაყოლილი გვაქვს მოქმედებაში, ხმის ტემპში, ხელში და რეცეპტორებში. ხო და აი, ნახე, რატო არის მხოლოდ კულინარია, რომ ერთმანეთს ითრევენ ხოლმე კუთხეები. აი, იმერული და მესხური ან თუშური და ხევსურული ცეკვებში არ არის ეგეთი რაღაცა. სიმღერაშიც არ არის. მესხური ცეკვა არ გამიგია ბოდიში ხა. მესხეთი არის
საქართველოს კულტურული ვატიკანი. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც არის დამალული. მესხური ცეკვა, მესხური სიმღერა, პოლიფონია, რას მელაპარაკები? მესხეთში იბადება საქართველო. მესხეთიდან იბადება საქართველო და ის ქალაქი, სადაც შენ დღეს ცხოვრობ, მცხეთა არის სამცხეების მხრიდან აშენებული და მცხეთა არის მესხებისთვის აშენებული ქალაქი. ქორეოგრაფიაზე. არის ცეკვები, რა თქმა უნდა, ყველა კუთხეს საქართველოს აქვს თავისი ცეკვა, ფოლკლორი, პოლიფონია და ქორეოგრაფია. მაგას ახლა რატო არის მხოლოდ აი ამ სამებიდან ერთადერთი ჩემი პროფესია აღმოჩნდა, რომ ხალხი ამოწყვიტეს ის 100 არ უნდა, ამას არ უნდა, ვიღაცა გამოვარდება და იტყვის, მან ნიორი რა თუნდა, მან ის რა თუნდა, ყველა რამდენი ოჯახიც არის საქართველოში, რომელ კამერაში ვლაპარაკობ? ესა თუ ესა? აი, აქ მიმართ. აქ ნახე. რამდენი ოჯახი არის საქართველოში? იმდენი მეღვინეობა არის და იმდენი კულინარია არის. იმდენი ხაჭაპურის რეცეპტი არის, იმდენი ჩაკაპურის რეცეპტი არის და დაანებეთ ამ დაწყვეტას ერთმანეთის თავი. ვიყოთ ერთად, შვიდად, ვჭამოთ, ყველა თავისი აკეთოს. კარგი, ეხლა ცოტა პრაქტიკული რაღაცეებიც რა. ხორცის მომზადება არის მართლა ერთ-ერთი გამოწვევა. ოღონდ თქვენთვის კი არა შეფებისთვის. იმისა ჩვენთვის დიასახლისებისთვის რა. მომზადებული მაქვს ხორცი სპეციალურად. აგერი მოდი ნახოთ. აი როგორ უნდა არა, ნახე, აი როგორ უნდა დნებოდეს პირში ხორცი? ჩემთვის ეს არის თავარი ამოცანა. ვიხმარ ჩვენ ტერმინს მზარეულობის ტერმინს slow cooking. ანუ ნელი მომზადების პროცესი. ამავე დროულად, როცა ჩვენ ნელ პროცესში ვამზადებთ ჩვენ კერძს, ჩვენ აუცილებლად ორგანულ ცხეცხზე უნდა მომამზადოთ, რათა მოხდეს მისი აი ეს ფრაგრანსია, რასაც ჩვენ ვძახით, აი ეს არომატები, ტონები, რატო? კი ბატონო, ჩვენ თავში ახლა ამას მოიცა რა ერთი წამი ორგანული ცეცხლი რას ქვია თქვა ინდუქციურ ქონაზე არა? ჩვენ ნახშირზე გავაკეთეთ. მაყალში დავტოვებთ ამას და მე გადავერთვებით ჩემი ბავშვობის ბებიაჩემთან ასოცირებული გემოების სააღდგომო ნამდვილ პასკას. ხო, ვისაც არ გიჭამიათ ურამის ხაჭოს პასკა, ერთი ბევრი დაგიკარგავთ და მეც მეორე გაქვთ შანსი, რომ ჩვენიდან გამოიძახოთ და სახლში მოგიტანეთ, ხო? კი, რა თქმა უნდა, დავიწყოთ უკვე შეკვეთების აღება და მოდი გადავერთოთ და პასკაზე მერე ვისაუბროთ. კაი, მიდია. ჩაკაპულისთვის აუცილებლად უნდა გქონდეს ძვლიანი ხორცი. რატომ? ძვალთან ახლოს ერთი უფრო გემრიელია და იმას გამოყოფს რაღაცას ეს ძვალი. კი ბატონო, კოლაგენს, გემოვნურთვისებებს. წინა ეპიზოდზე ხო მასწავლე ეგ? კი, გასწავლე. იყენებ მერე? რა თქმა უნდა, ძვლიანი ხორცი ვამზადებ ყოველთვის. უკვე დავჭერეთ ყველაფერი, წინ წავაგდეთ საქმე, ახლა ამის დაჭრას ჩვენ არ აგიხსნით. ხო, წანილებს სწორად ჩამოვთვალე. კი, კინძი, ნიახური. ნიახური მეთქე, ოხრახუში. მანეხახვი. მე ნიახური და ოხრახუში მინდა ჩემთვის პეტროშკაზე გავიზარდე და ნიახური და ოხრახუში მერე ვარ. ციცმატი ვიხმარე სიმჟავისთვის და მჟაუნა. ციცმატი მჟაუნა, კინძი ოხრახუში და რა თქმა უნდა დედოფალი ტარხუნა და ამ ტარხუნას კიდე ნახე რა გავუკეთეთ ჩვენ ვასუფთავებ ტარხუნას მე მაგალითად ამ ვერსიას შემოგთავაზებ საქართველოში უყვართ ძალიან ყველაფრის გადაყრა ფესვების გადაყრა და ტოტების გადაყრა ხო არა მე ახლა ნახე რას ვიზავ მე ამას ჩაუფენ როგორც საფენს ძირიდან კი ბატონო ჩაუფინე მე ეს ლეიბი და ამ ლეიბზე დავიწყებ ჩვენ ახლა თან არ მიიწვავს ხო? თანაც მიიწვავს რომ გაგექცეს ცეცხლი, ყურადღება რომ გადაამახვილო ოჯახზე, ქმარზე, ბავშვზე, მეზობელზე, კოფეზე, პაპიროსზე. პაპიროსზე არ მოწია. აი და პირველი ფენა რა მიდის? არის პერიოდი, როცა მე ძალიან მიყვარს ტკბილი ხახვი რომ შემოდის, ანუ ნედლი ხახვი. მე უხეშად ვჭრინეთ ხახვს და უფენ ძირში. ეს ნედლი ხახვი აძლევს იმიტომ რომ სადაც არის სიცხარე, მარილი და სიტკბო, აი ეს გემოები ჩემთვის ბევრად უფრო დახვეწილი არის, ბევრად უფრო მომწონს. დღეს არ იქნება ეს შემთხვევა, ჯერ ნაადრევი არის, იმიტომ რომ ნედლი ნიორიც არ გვაქვს და მოდი დავიწყოთ პირველი რასაც ვაკეთებ. ერთ რაღაცა უნდა ვთქვა. ორი თქვი. მე არ მიყვარს ბატკნის ჩაკაფული. ხმოცხორცი მოგიდა. ეს ფოსხორცია. აი არ ველოდი რა, იმიტომ რომ ამტკიცებს რომ ისაო, რა ქვიაო, მაინც ბატკანია. აი მაქვს ნეკნი, ხბოს ნეკნი. ხბოს ნეკნი. ხო არის. ხო არის კი. არა ხო არის. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით ეს ხო არის. ხო არის. უცებ დავეჭვდი, ხო არის.
ძვლიანი მხარე, რომელიც არის, დავიწყებ პირველ რიგში აი ამ საფენზე. რატო? იმიტომ რომ პირველი ტემპერატურა შოკი მოდის ძირიდან და ეს გემოები მერე გაუჩნდება და აიწევა ზევით. აქ არის კისრის მხარე, ანუ ჩალაღაჯი, აქ არის ნეკნი თავისი ხორცით. ეს იქნება ზღაპარი. ეს იქნება რაც იქნება? კი, აი ეს დავასრულეთ ეს ფენა. ყველაფერი შეურიო. კი, აი აიღეთ ცოტა აქედან ესე. მოფენა მას ცოტა აქედან, იმიტომ რომ ნახევარი იქით არის, ნახევარი აქეთ არის, ხო? გები მაგას. წავიდე, ახლა მაგას ნახევარი გაშალე. ეს დატოვეს სუბოლოსთვის, მერე დასრულებისთვის. ამოვიდა ახლა. ბოლოში ვიტოვებთ წიწმაც, მჟაუნას და მწვანე ხავხს, იმიტომ რომ ზედა მხარე, ზედა ფენა ნაკლებად ტემპერატურული არის. ხასხასა რო დარჩეს, რა უნდა ვქნათ მაგისთვის? ხასხასა თუ გინდა რომ დარჩეს, მაშინ მაგ შემთხვევაში უნდა ვიხმაროთ ბიკარბონატი სოდიუმი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება. ანუ იდეაში მეც ეგრე მგონია რომ სულ არ არის ჩვენი მიზანი რომ ხასხასა მწვანე იყოს. არა, დავუშვათ თუ რესტორანში გინდა რომ მენიუში შეიტანო და გინდა რომ ეს იყოს ყველაფერი იწალება პირველ რიგში. ნედლიბულში ჩავა ალბათ შოკს მიიღებს. კი ბატონო. ქლოროფილი. აი ხა ეს, ხო? კი ბატონო, ეხლა ეს მე ჩავალაკი. მოდი ახლა. მან ჩაპრესო კარგად, იმიტომ რომ ეხლა ფაერი არის ბევრი ამაში. უნდა დაპრესოთ. კი ბატონო. აი, ეხლა მითხარი ღვინის ამბავი რა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ხო ღვინოა ამ. კი ბატონო. ერთი წამით ღვინო მარტო გემოსთვის ამბავია თუ თვითონ ხარშვის რაღაც პროცესსაც აი, ღვინო არის ტანინი, ღვინო არის ის არომატები, ის ტონები, რომელებიც თვითონ შეიცავს ყურძენი, ფერმენტირებული არის, ანუ ანტიოქსიდანტი არის ამ შემთხვევაში. მისი ალკოჰოლის ამორთქლის შემთხვევაში გვჩება ჩვენ ღვინის ტონები. ოკეი, ახლა პრაქტიკულად ჩვენ ახლა ყავს ბოჩელო ბოსტანში. ხო ესე არის? არა. Facebook-ში მყავს ერთი მეგობარი, ნაცნობი, ანუ Facebook-ის ფრენდი არის რა, როდისღაც დავამატე და ჩემი ის არის, მოკლედ მტერი არის, არშლი მიზანდასახულად, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ვიწყებ, ასე ვთქვათ, ხაშის სეზონს არის. საჭმელი როცა ხორცთან შეხება არის, იწყება იქ ბრძოლა და ვუხსნი რომ ვცეთ ერთმანეთის პატივი და ჩვენ გემოვნურ თვისებებს. ცოტა მეტი მწვანილი ვქნათ, იმიტომ რომ ეს თუნგი. მე მგონი წინა იმას დავაკელი ხო ფენას. კი ბატონო, არა უშავს. ხო. ამიტომ ესენი ახლა. კაი გოგო ხარ, მოჩქარი ხარ. დავაგვიანე მოსვლა. ახლა ვაკომპენსირე. ვარ გავიბრასდეს. კაი, ახლა ჩვენ ვასრულებთ მარილს. და რატომ ვაყრი მე მარილს? ნუ მე ვაკონტროლებ მარილის რაოდენობას ქვაბზე. ეს მარილი ღვინოს რო დავასხავ ბოლო წერტილი, ჩარეცხავს და გადაანაწილებს ყველაფერს. ადამიანებს ვინც ოჯახში ამზადებთ, ვინც პროფესიაში შემოდგავთ, მე შემოდგით ცუდი პროდუქტით, არაპროფესიონალური პროდუქტით, კარგი ხარისხის საკვები არ გამოდის, კერძ ხდებით. ამიტომ როცა ვაკეთებთ ჩვენთვის, როცა ვაკეთებთ ჩვენი სახელის გაძლიერებისთვის ფუნდამენტი, რათა იყოს მდგრადი, იყო ცნობადი, იყო მოთხოვნადი, ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ მაღალი ხარისხის პროდუქტით. ხო? დაღერღილი წითელი წიწაკა. ჩვენ ყოველწლიურად მუშაობთ და ვაგროვებთ ტყემალს, ვაკონსერვირებთ, კანგაცრიელ პომიდორს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ფასები ძვირდება. არასტაბილური არის და ამიტომ იმისათვის რომ ჩვენ სადღაც უცებ რაღაცა დაგჭირდეს, ყოველთვის ხელქვეით გვაქვს. არა მიშა. დიახ, შეფ. კარაკი დაგჭირდება მე აქ, იმიტომ რომ ეს არის ხბოს ხორცი და ხბოს ხორცი ვინაიდან არის ძალიან მეჭლე და ცხიმი არა აქვს. მადლობა. ეს მთლიანად უნდა, შეფ? კი ბატონო. ამას გავუშვებთ ახლა აქეთ. ხო? ეს პროცესი რო დაიწყებს დნობას, გადაანაწილებს ასევე ირგვლივ თავის ყველა მხარეს. ღვინო მერე უნდა? ღვინოდი სანამ მივალ, უბრალოდ ვიტყვიეთ რაღაცას, რომ ქართულ სამზარეულოში ყველაზე გემრიელი კერძები, ყველაზე მარტივად მზადდება. მართალია. რაც ნახეთ, ხაშლამა რო ავიღოთ, ხო? ხაჭაპური. ხაჭაპური, ხაშლამა, ცომი, ყველი, ჩაქაფული, მწვანილი ხორცი, ხაში, ფაშვი, წყალი,
ანუ იცით რა არის, რომ შეხედეთ გენიალური სიმარტივე. კი ბატონო, ომლეტი კვერცხის გარეშე არ არსებობს. ჩაკაფული ღვინის გარეშე არ არსებობს. ღვინო უნდა იყოს კარგი. ამ შემთხვევაში ვხმარობ მე მწვანეს, ალავერდის მწვანეს და მიყვარს, იმიტომ რომ ამაში არის ციტრუსული, ნედლი, ასე ვთქვათ, მწვანე ხილის ტონები. დაუსხათ, დავალევინოთ, მე არა ვარ არც ღვინის დიდად მოყვარული და არც შემფასებელი მით უმეტეს, მაგრამ აი რო ყვება ადამიანი უკვე გესმენინება და გრძნობდა. აქ გვაქვს ჩვენ 2 ლიტრი ღვინო. აქ გვაქვს ჩვენ 5 კილოიანი ჩაკაფულის კვაბი და ციანა წავა. სრულად. მე სახში რა ვაკეთებდი, ამდენს არ დავასხამდი თქვენ? ამის დაასხამდით? დაასხამდით თქვენ ამდენ ღვინოს? მე არა. მეგონებოდა რომ აი დაასხამდი? არა. წყალს როგორ არის? წყალი არ უნდა, ხო? დაკა. აბა. და საერთოდ არ უნდა დავასხა წყალი? რატო რა მოხდება? იმიტომ რომ ჩვენ წვენი უნდა ავიღოთ ტანინისგან. ჩვენ წვენი უნდა ავიღოთ ხორცისგან და მწვანილისგან. ამიტომაც მიდის ეს რაოდენობა მწვანილი. ეს უნდა შემოახვიო? კი, ამას ჩვენ ახლა ვეცდებით რომ გავაკეთოთ. ვაკუუმი საჭიროა? თუ ჩვეულებრივ ქვაბშიც ხო გამოდის? არა, კი, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო. ცეცხლში რადგან მიგეს, იმიტომ აკეთებ ამას? ჯერჯერობით, ხო, იმიტომ რომ იქ დაბალი ტემპერატურა მაქვს და მინდა რომ ამ დაბალ ტემპერატურაში ჯერ ასე ვთქვათ, ჩავკაფო. ოკეი? ჩავკაფო და მერე უკვე ჩაკაფის შემდეგ მოვხსნი ამას და აი ეს მაღალი ტემპერატურა რომელიც მოდის ცეცხლის და ეს კვამლი მერე ამას გაბანს. და წვენი გემოვნურთვისებას აიღებს ამ შებოლილი ამ სმოკს, ხვდები? რომელიც გაამდიდრებს, ამიტომ აი როცა ტყეში, ბუნებაში, სოფელში ვაკეთებთ ხოლმე ცეცხლის დაკვებს, ბევრად უფრო გემრიელი გამოდის, კი ბატონო. ეხლა ჩვენ მაშინ უნდა გადავეწყოთ, იმიტომ რომ აქ მეინ სამზარეულოდან გადავდივართ ჩვენ ორგანულ ცეცხლის სამზარეულოში. სანამ ამას ჩვენ გავუშვებთ მოსათუთქად ჩასაკაფად ჩასაჩაფუჩუნად. ჩაკაფულებულა საჩაკაფულეში? ჩაკაფულებულა. არ მოიცეთ როგორ არის ეგა? ჩაკაფულებულა საკაფულებულა. არა, ჩაკაფული. აჩაკაფულებულა საჩაკაფულეში ჩაკაფულებულა. ანუ ჩაჩაჩა. ანუ მართლა შევდოთ ახლა ეს იქ. თუ არ გაქვს შევდგათ არა. შევდგათ. მომდივარ. კაი მძიმეა. აქ ახლა მაგ დაბალი ტემპერატურა. ახლა ამას ჩვენ ჩავაკაფულებთ აქ. სადღაც ერთი 9 საათი ახლა პირველი პროცესი გვაქვს, ეს თერმული შოკი. ხო? დაიწყებს ეს ყველაფრის წვენების ეს რეაქციაში შევა ეს ყველაფერი და ამასობაში ჩვენ გადავერთვით პასკაზე, დავბრუნდით 9 საათში, მოვხსნით ზედაპირს და უკვე აი მინდა რომ ამ ბოლმა თავისი შეანელოს. კაი, ვინც აკეთებს სახლში ჩვეულებრივ ცეცხლზე, რამდენი ხანი უნდა ამ ამბავს? აი, საკოლის 45 წუთი. ყველაფერი გააჩინეთ ტემპერატურას. რა ტემპერატურაზე? დაბალზე უნდა იყოს? კი ბატონო. დაბალზე, მეგობრებო, slow cooking. სწორად ვამბობ? კი. წავედით. სანამ ჩაკაფული თუხთუხებს, მანამდე მე ვაპირებ, რომ გამოვტეხო გურამი და ვათქმევინო მისი ლეგენდარული ხაჭოს პასკის რეცეპტი. კაი, 3 კვერცხი მომიტანე. ყველა შენი ბებია როგორ აკეთებდა, ჯერ ეგ მაინტერესებს. და ბებია ჩემი სინამდვილეში ამ პასკას არ აკეთებდა. ბებია ჩემი აკეთებდა ხაჭოს ნამწყოს ხოლმე. ხშირად. საღდგომოდ? აი, საღდგომოდ. ბებია ჩემი არ იყო დიდი კულინარი. ქონდა 5-6 პოზიცია, რომელსაც აკეთებდა საუცხოოდ. აი, ბებია ჩემის პიურე დღესაც მენიუში მაქვს და ქვია კატოშა ბებოს პიურე. ნუ ეკატერინე იყო ბებო და ნუ კატოშას ვეძახდი რა და ულამაზესი გურული ანთაძის ქალი, ბაღდოშულზე მithოვებული. გასათქული რა უჩუქდა კატუშა ბებოზე. თემბებო, ყველა ეს ძალიან ეგ მეყვარდა ცხოვრებაში. ხო და ნახე რა არის, ბებია ჩემი იყო ძალიან კრეატიული ხოლმე რა, აი მარტივი რაღაცებიდან უცებ თავის შულზე რო არ გეჭამა. საჭმელი. რო არ გეჭამა საჭმელი. 3 თვე გარანტირებული არის რომ ნაწყენი იქნებოდა.
მართლა. ვიტომ შეგირი არა, ეგ ძალიან აგრესიულად აი მტკივნეულად, აი პასიურად აგრესიული იყო. რა არის პასიურად აგრესიული? ახსენე. არ გეჭხუბება, მაგრამ უარეს აკეთებ. გძნობ, რო აი გიჭერს ყველაზე მტკივნეულ იმაზე, რაც არის გძნობა. ეხლა რა არის, ნახე. რა თქმა უნდა, როცა წოდება გაქვს უკვე შეფი, მოითხოვება შენგან უნიკალობა, გამოითხოვება საკუთარი კრეატიულობა და სხვა ტიპის დახვეწილება, იმიტომ რომ ახლა 10 წლის უკან ხაჭოს პასკაც არავინ არ აკეთებდა, მაგრამ 100 წლის უკან პიროსმანმა დახატა ხაჭოს პასკა და კულიჩი. ამაზე ხო დავა არის, რომელია კულიჩი და რომელი არის პასკა, ხო? პასკა არის ხაჭოსი, კულიჩი არის ცომის, ხო? მოიცადე კულიჩი. ესე იგი, საქართველოში რასაც ეხა მასიურად აცხობენ, ეგ კულიჩი. პასკა არ არის? კულიჩი. კულიჩი. აი პასკა არის ეს. და ის არ არის პასკა, კულიჩი მგონია რომ არის აი უფრო იტალიურ პასკებს რო ეძახიან. პანეტონი. ხალხო. შოქში ვარ. გაიგეთ? არა, ეს შემოგონილი არ არის, ტილოზე აქვს ნამუშევარი ფიროსმას ნიკოს და წარმოდგენილია კულიჩიც და პასკა თავის საღდგომო ნაჭორმორცი, ასე ვთქვათ, ამიტომ ეს ვიღაცამ თქვას, რომ ბავდოსვილმა მოიგონაო ეხლა რაღაცაო. მაინც ხვდიან მაგას, მაგრამ კაი არ გვაიტანს. პუშკინის მე მოვკალი რომ ამერე იყო. მოკლედ, ეხლა საერთოდ თბილისში არის ეს პასკების ორთაბრძოლა რა, წინასააღმო. ორთაბრძოლა, კონკურენცია, თითქმის ყველა რესტორანი, ბევრი საკონდიტრო, ანუ აი რაღაც საოჯახო კერძები, რომელიც არ იყო პოპულარული სარესტორნო ბიზნესში და ასე ვთქვათ, გაყიდვადი არ იყო. უცებ სხვადასხვა მიზეზების და ერთ-ერთი მიზეზი ვარ მეც ამაში, რომელმაც წამოიუწყო და დაიწყო რესტორანში მომზადება სეზონურად, რაღაც დღესასწაულებზე და ამის მომზადება და პოპულარული გახდა და ხალხი ეჩვევა ამ კულტურაზე. კარგი არის, თავარია კარგად გააკეთეთ. კი, კარგია, თავარია კარგად სწორად მოამზადოთ და კარგად. კაი. რითი განსხვავდება შენი პასკა ჩემი პასკისა? ეს კითხვა შენად ამისვა. ძალიან ბევრი რაღაც ორივე მაგასი ჯურტანაჭამი. ხო და შენ ახლა როგორც ინტერესი შეგვიძლია შენს პასკას უფრო მეტი ინგრედიენტები აქვს. არა, ინგრედიენტები ერთი არის, მაგრამ დიდარია. არტერია, აი ყველა კარაქი ყველა პასკაში უნდა იყოს, მდგრადობა უნდა კონდეს, თორე ხაჭო დაგეშლება. მაგიტომ ეშლება? კარაქს ვაკლებ? კი, ახლა მოდი მოგიყვებით ჩემს საიდუმლოს ექსკლუზიურად გვანცას პოდკასტიდან. მიდი, გამოვშვი. ინგლისური კრემი. მე ვიღებ 3 კვერცხის გულს ერთ პორციაზე, ანუ 2 კილო ხაჭო, მე რეცეპტს მოგცემ და ეს რეცეპტი შენ ამობეჭდები რა. აი, დადე წერილობით რომ ხალხმაც სახში მოამზადა. მე ვიღებ 3 კვერცხის გულს, ბოდიში 4 კვერცხის გული, 4 კოვზი შაქარი და 200 გრამი ნაღები. ამ ყველაფერს ორთქლის აბანოზე, ორთქლის აბანო რას ნიშნავს? კვაბი, წყალი, ჯამი და ნელი მორევით რო არ მიიწვას, როგორც კი შედედდება, ანუ კოაგულაცია მოხდება და კვერცხის გული შეიკრება, იმ წამში უნდა გადავიტანოთ და გავაციოთ. ხო. ერთ ჩართვას გავაკეთებ უბრალოდ ჩვენ, რადგან არა ვართ არც კულინარიული გადაცემა და არც, ასე ვთქვათ, არ ვქმნით ესეთ კონტენტს, ანუ ეხლა დაწვრილებით ესე მომზადებ პროცესს გიყვებით, ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ამას ეს არის დროში ძალიან გაწელილი ამბავი რა. ჩემ გვერდზე გადმოვიდნენ, ჩვენის გვერდზე გადმოვიდნენ. კი, მან შეგიძლიათ ნახოთ პროცესი. არის step by step ადან აი. რესტორნის გვერდზე. კი ბატონო, ზუსტად აი ამ ადგილიდან შენ გიკავი ახლა შეფის ადგილი. იმიტომ შენ შეფი ხარ ჩემი. კარგი, რას ვაკეთებ? ჩემი საიდუმლო ინგრედიენტი ეს არის ინგლისური კრემი. ინგლისური კრემი მოხარშული კვერცხის გული, ვანილით, ნაღებით დაბალ ტემპერატურაზე 4 დღე იხარშება, გრილდება, ცივდება და აძლევს აი კრემისებულ სტრუქტურას და რომელიც მიყავს აი ვანილის უკიდურეს ფრაგრანციაში. აი ეს არის. უკვე ცოტა დამეზარა, იმიტომ რომ ბევრი პროცესია. მირჩევნია შენ გამოვიძახო, ნუ. კაი. მაგრამ მაინტერესებს მომიყევი. კარგი. ხელქვეითო უნდა გქონდეს მიქსერი და ხორცსაკეპი მანქანა. ან ხორცისაკეპი? კი. რო ხაჭო რო იმას ქნა? კი, ხაჭო უნდა გავატაროთ ორჯერ მინიმუმ. საცერზე რო ქნათ? შეგიძლიათ საცერზე უფრო მეტი დრო არის, ვიდრე ხაჭო. გავატაროთ ხაჭო. ოკეი. რეცეპტი როგორც გითხარით, რომ გვანცა მე დაგიდებთ. არაჟანი, მოხალული ნიგოზი, ქიშმიში თეთრი შავი, რომელიც თქვენ გესიამოვნებათ.
ორი ტიპის ჭირი, ეს არის გარგლის ჭირი, კურაგას, რასაც ვეძახით და კლიავის ჭირი. კარაქი ყოველთვის მაღალი ხარისხის, კაკლის მურაბა და საზამთროს მურაბა. იმიტომ რომ ჩემთვის კაკალი და საზამთრო არის ხალისი, ბედნიერება, ახალი წელი, აღდგომა, დღესასწაული, ძველის და ახლის გასაყარი და რაღაც სიხარული. კი ბატონო, give me 5. ძალიან კარგი. ეხლა პირველ რიგში გავატარეთ ხაჭო, გადავდგით, ავიღეთ კარაქი, მოვაქციეთ მიქსერში. კარაქი უნდა იყოს შიდა ტემპერატურა, შენ ორგანული და ნატურალური ტემპერატურა, ანუ სახლის ტემპერატურა 25-23 გრადუსი, ოთახის ტემპერატურა და კარგად უნდა ავთქვიფოთ, სანამ არ გათეთრდება. სანამ არ გახდება ჰაეროვანი, ანუ ჟანგბად შევიყვანთ ჩვენ კარაქში, გავათეთრებთ, ამოვაფუებთ და უკვე ამოფუებულ კარაქში, ანუ კარაქის გემოც კი ეკარგება, უკვე აღარ აქვს აი ეს გაგლესვის კარაქის გემო აღარ აქვს, იმიტომ რომ გემოს მაგიტო ვაკლებ ხოლმე კარაქს, რომ აი გემო არ მომწონს. იმიტომ რომ პირდაპირ კარაქი არ უნდა ჩაიყვანოს. კარაქი კარგად უნდა ამოიყვანოთ, უნდა გათქვიფოთ, სანამ არ გათეთრდება, არ გახდება აეროვანი. რო დასრულდება მის პროცესი, ჩვენ დავამატებთ უკვე ჩვენ გატარებულ ხაჭოს. მერე გაჭარებულ ხაჭოს შემდეგ ჩვენ ვუზავთ, ვნახავთ მის სტრუქტურას, თუ ძალიან მშრალი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ხაჭოს ყოველთვის აქვს ბევრი ტენიანობა. ამიტომ მე წინა ღამით ხაჭოს ვკიდებ წმინდა ბადეზე და ვწურავ. კი ბატონო. გამოვწურებ, შეიძლება ზედმეტი მომივიდეს დაწურვა. კი, ბევრი რამე უნდა ვისაც გზარდება. მე არაჟნით გაათხელებს ამას. მე არაჟნით მივცემ დამატებით აი ეს მჟავიანობას, იმიტომ რომ ხო იცით რომ ლაქტოპროდუქტები 24 საათში ერთხელ მჟავიანობას იწევს. როგორ? უფრო მჟავდება? კი, აბა. მასივაშიც კი. ესე იგი, მე უკვე რომ აი სურო ხელი არ ვახლო. დღევანდელი ამოყვანილი ხაჭო და ხვალიდელი ხაჭო და ზეგიდელი ხაჭო სამივეს აქვს მჟავიანობის სხვადასხვა ინდექსი. და. არაჟანსაც იგივეა. არაჟანსაც იგივეა. კი ბატონო. არაჟანი ბევრად უფრო ნაკლებად მჟავიანობას გვაძლევს, ამიტომ ჩვენ არაჟავს ვხმარავთ იმისათვის, რომ კრემისებური ტექსტურა მოგცეს და ამასობაში ვაძლევთ, იმიტომ რომ ჩვენი პასკა არ ამჟავდეს 60 დღეში. ოკეი? იმიტომ რომ არაჟანი ეხმარება შენელებას მაგ პროცესში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მეთქვა. ქიშმიში მიყვარს არამშრალის ხმარება, ქიშმის დუღარის დავასხავ, შევინახავ წინა დღისით ან 2 საათით ადრე. აი, ერთი კითხვა მაქვს. მე ვუკეთებ ცოტა კონიაკს. მე ჭაჭას ვუკეთებ. და კონიაკში ვალბობ ხოლმე ქიშმიშს და არ არის კაი აზრი? რატო? საგაზინი გააკეთო. ანუ ის გვანცა და ბუნება. კაი. ოკეი. კაკალი, თხილი, კეჟუ, მაკადამიის თხილი. აუ, კაკალი ყველგან მეტად უხდება. რაც გინდა. მოვხალოთ, დავჭრათ, პატარა ოთხკუთხედად უნდა ვჭრათ ყველაფერი, ასევე მურაბებიც უნდა იყოს ძალიან წმინდა კვადრატებად დაჭრილი. შეიც. რატომ? აი გაჭრის დროს, როცა ვჭრით პასკას, არ უნდა იყოს ნაჭრები დიდი, რათა არ დააზიანოს და ეს ჭრა მოხდეს ლამაზად. რო არ ჩაიფშალოს, კი ბატონო. კაკლის მურაბა, საზამთროს მურაბა თქვენ გემოზე. სულ ამოიღეთ საერთოდ, დაამატეთ ის მურაბა. მე თქვა რა ვუკეთებ? შენ ალბათ ბალი. ბლის მურაბას ნიგოზით ვუკეთებ. ბლის თუ ბალის? ბლის. ეხლა აბა დაცხეთ თქვენ ერთმანეთს, ბალი თუ ბლის? იყვეცება. აი კაცი. მე არა მაგ ქართული განათლება. ჩემთვის ბლის და მაყლის ორივე ის არის, რა ქვია, არასწორად. ასევე შეგიძლიათ დეკორზე უკვე რომ დაასრულებთ თქვენ პასკას, რომელიც ეხლა რა გამორჩა? ის კვერცხის რაღაცა კრემოვანი მასა და ეს უკვე გავაერთიანოთ. ამას ყველაფერს მე უკვე ამოყვანილ გათქვეფილ კარაქში და გათქვეფილ ხაჭოსთან ერთად, რომელსაც შევაზავებთ, შევკმაზავთ, დავამატებთ ბოლოში, შეგიძლიათ იხმაროთ ცედრა, პორტოხალის, ცედრა ლაიმისა და ლიმონის. თუ გინდა რომ უფრო მკვეთრი გემოქონდეს, აი კრემს რო ხარშავთ ინგლისურ კრემს, იქ შეგიძლიათ ჩაყაროთ ნედლად და 2 წუთში დასრულდება და ის უფრო გაამძაფრებს მის ტონებს. ხო, აი ამაში არის უკვე გამზადებული და აი მარტო იმას ვფიქრობ, როდის მორთავს რომ გავჭამო. შენ საჭმელად ვაყავდი თუ გადასახება? საჭმელად. კაი, ნახეთ რა არის. ეს მასა რომელიც უკვე მთლიანად ასე ვთქვათ მომზადებული არის, შეზავებული, შეკმაზული არის ყველაფერი. ხშირ შემთხვევაში ძალიან ხშირად Facebook-ზე გვერდზე გვიწერენ, არა ცხობ მაგ პასკასო? არა, ეს პასკა არ ცხება. ოკეი, დაუბრუნდით ჩვენ საქმეს. მოვამზადოთ ფორმა.
თუ არა გაქვთ ეს ფორმა, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ჯამი, საწური, აი მე საწურში ვაკეთებ ხოლმე დიდში, ჩვეულებრივ. კი ბატონო, შენ დიდი ოჯახი გაქვს და იმიტომ და ხო. ჩვენ ხმარავთ კიდე მარლას, სუფთა გარეცხილება, დოლბანდი. ქართულად. არ იქნება დოლბანდი, იქნება სპარსული ან თურქული. დოლბანდია დედას აი დოლბანდი და ფანჯარა კიდე რა. ხო, ჩავასხავ მართლა დოლბანდია ხალხო. კარგი იყოს დოლბანდი. ვინა? დოლბანდი. იყოს დოლბანდი. ყალიფში მოვაქცევთ. ხო. მარლა არის ჩემ ყალიფში ლამაზად მოგდოლი. მარლა აუცილებლად იყოს დანამული. და რატომ? იმიტომ რომ შრალ მარლაში ყოველთვის დაკუჭული პასკა ამოგივა. ამიტომ დანამავთ, გაფერხავთ კარგად ზედმეტის ბეწვები რომ მოცილდეს, რათა პასკას არ გაყვეს და ჩავაფერთ ლამაზად, ფორმაში მოვაყალიბებთ და ყურადღება კიდე 24 საათი არის მისი მომზადების პერიოდი. ანუ ჩამოწურვის, ხო? უნდა ჩამოიწუროს ზედმეტი ტენიანობა, რაც აქვს ჩამოიწურვა, გამოშრება, კარაკი შედედდება, მისებს ამ ჯავშანის ემულსირებულ ტექსტურას, კი ბატონო, გემოვნებისებას დაკარგავს, იმიტომ რომ ამოვიყვანეთ, გავატეტრეთ კარაკი. სხვათა შორის ბევრმა არ იცოდა ეს და პასკაში ყოველთვის ნაკლებ კარასდებდნენ და ეს პასკა იყო ხაჭო და არა პასკა. აი, ჩემი შეცდომა, კი. ჩემი იყო. აგერ უკვე ყალიბი გვაქვს ამოყვანილი. ყურადღება რომ არ გაყვეს მარლის ნარჩენები, კი ბატონო. დედოფალი ნახეთ რა. აგერ გენაცვალე. ეხლა მე მინდა რომ შენ ჩაერთო ცოტა რაღაცაში, იმიტომ რომ ლაპარაკის მეც არაფერს არ აკეთებ. ნამდვილად. კარგი. ეხლა ჩვენ გვაქვს ეს ორი ინგრედიენტი. უბრალოდ სამი. მე მიყვარს ოქრო, სიმდიდრე. ეს არის შოკოლადის მინანქარი, შეგიძლიათ თეთრი ხმარო, შეგიძლიათ. ეს არის უბრალოდ გამდნარი შოკოლადი, ხო? დიახ, ეს არის მდნარი შოკოლადი მინანქარი, შოკოლადის მინანქარს ვეძახეთ. რატო? იმიტომ რომ ამას რომ ჩვენ აი ამას გავაკეთებთ, კიდე შენ გააკეთო? ხო, კი რა. Moment of ერთი წამი სანამ გააკეთებ, აი ესე გააკეთე აწი, გაწელე ესე დაანახე. ანუ თხელი უნდა იყოს. ამ ესე აგრილებს შენ რომ შედეძდეს, რომ არ გაგეკცეს. ჭაფაჭკობით რო არ წავიდეს. გასაგებია. შეაგრილე. კი ბატონო, სანამ შენ შეაგრილებ, ხელებს დავიბან. ხო, კიდე ერთი დიდი საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ ყველას. ხელთათმანები და ხელთათმანებით გარეშე მომზადებას. მეგობრებო, ყველაზე დიდი საიდუმლო ეს არის წყალი, საპონი და ქაღალდი. ყველაზე ნაკლები ბაქტერია არის ხელში. და ხელთათმანში უფრო მეტი ბაქტერია გროვდება, თქვენ რო იცოდეთ. ხო, და რატო? იმიტომ რომ ხელთათმანი როცა გიკეთიათ, იმ ჭუჭყის შეგრძნება, ასე ვთქვათ, ხელზე, ცხიმის, სხვადასხვა პროდუქტებიდან, მაგიდიდან და ასე შემდეგ არ არის. და გონიათ რომ რადგან ხელთათმანი გიკეთიათ? 7 და 15 წუთამდე აქვს ხელთათმანს ვადა. 15 წუთის შემდეგ, იმიტომ რომ ფორა არის, რეზინა არის, რეზინა იწოვს და რეზინა არის ბაქტერიების ბუდი. ამიტომ ხელების დაბანა ისწავლეთ. და ნაკლები კრიტიკა. შეაგრილე? უწეროთ ხელთათმანს. კარგი. წავედი ახლა, მიდი. შეგრილდო. ზემოდან გადავასხარ. ეს ხელი აღარ თუ დაადო, იმიტომ რომ შეიძლება გაზიდან მოდიოდეს პირდაპირ ხელი და დაგბუგოს. ნუ ხო ვიცი. ეს ხო ორთქლი არის. უკალული ხელი. არა, გეტყვი, ნახე, ეს არის ორთქლის საბანოზე შოკოლადი. ხდები? ნახეთ. მე მეგონა პირდაპირ იყო. არა, პირდაპირ არასდროს არ ვაკეთებ. გადავასხარ შევ? აი ლამაზად ერთ წერტილზე დაუშვი და ეს ქვაბი ნუ დაადე გოგო პასკას. არ დავადე. მიეც 3-4 სანტიმეტრი დისტანცია აირე. ნერვიულო. აჰა. კოხტა კიდე ერთი კოვზი მიეცი. შეგიძლია იხმარო პორტოხლის ჭირი, მაგალითად. შეგიძლია დაარჩო, როგორც გაგხარ. შეგიძლია საერთოდ არ იხმარო. ხო იცი ის რო არის, რა ქვია, შლაპას ავეთ ესე. ხო, აუ მოუხდა. მოუხდა? კი. კარგი, ეხლა ავიღოთ ოქრო. ოქროს ბიჭი, პაპაი ოქრო მე ვარ. აი, მართლა გეუბნები გაჭრა დაგენანება. აი შეგიძლია ერთი კაკალი მეუდო ერთ მხრიდან. სამოსაღები დამჭა სახში, თორე მოვიტანთ დატო. აი კიშმიშები მოაყარე, აი ესე ირგვლივ. ეს ლებნები შეგიძლია მიაკრა, თითო იქით, აი ესე ლამაზად. ხლად. აი მე ამათი დანები ძალიან მჭრელია. თითების გარეშე όμως. ჩაო. აგა თქვენი პასკა მეგობრებო. ჩაკაპული ვნახოთ. წამო. მოდი ახლა ეს უცებ. თხილად, ოღონდ ხელი არ დაიწყო. ცოტა ხანად. დავდგათ, ცოტა ხანი. ჩავიხედო და ჩავიჭყიდოთ რა ხდება. ო, სუნი ამოვიდა. სუნი ამოვარდა.
ისინი ამოვარდა. ოჰო. Moment of truth. სამი. ორი, ერთი. აი ჩამდნარა მთელი კარაქი და ამბავი. არ დაიწვა რა. აბა ნახე როგორი წვენია, კაკეთ გაწმატრიალი, აკეთ. მასუნინე რა. ეხლა ამას ჩვენ. აი ნამდვილი ჩაკაფულის სუნი აქ. ამას ეხლა დავტოვებთ ესე. არაფრის გარეშე. ამასობაში ეს ბოლი ეხლა იტრიალებს შიგნით, სურნელს მისცემს, გაამდიდრებს ამის გემოვნებისებას და ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ნახე როგორ ჩუქჩუხებს, ჩამორბოდა რუდაბა ლიკოდრიზის. აი, შენ რო იცი ეგეთ ეგ სიმღერები საერთოდ არავინ არ იცის. იმიტომ რომ მე ნიკოლოზის დროინდელი ვარ, ნიკოლოზის დროინდელი. მე რადგან დიდად არა ვარ ტკბილის მოყვარული, ჯერთი ზუსტად მაგიტომ მიყვარს ხაჭოს პასკა, იმიტომ რომ აი სიმჟავე. ის სიმჟავე სიამოვნებს და მიყვარს იმ სიტყვასთან ერთად, მაგრამ ტკბილს რომ შევჭა, მე რამე უნდა დავაყოლო და ამ შემთხვევაში ეს იქნება ჩაკაფული. კაი, მაშინ მე დაგისვევ ახლა კითხვას. ხო. დესერტი და ნამცხვარი. მადლობა. ხო. ერთი განსხვავდება ერთი მეორესგან. დესერტი და ნამცხვარი რითი განსხვავდება? ნამცხვარი დესერტია. ერთის მხრივ. აუ ეგეთ რაღაცებს, ნუ ჩანჭრელ კითხვებს, ნუ მისვა. მითხარი შენ რითი განსხვავდება? დესერტი და ნამცხვარი. დესერტი და ნამცხვარი ზუსტად განსხვავდება სიტყვას ტონებით. დესერტი ყოველთვის უნდა იყოს ნაკლებად ტკბილი, ნამცხვარი ყოველთვის მეტად ტკბილი. ესე იგი მე მიყვარს დესერტები. შენ მიყვარს დესერტები. ისიც მინდა მოყვერა ლისაბონის ამბები. უკვე მეორე რესტორანს რომ ხსნი და გაიჭერი ევროპაში და დიდ ამბავში ხარ. მე ევროპაში არ გავიჭერ, მე საქართველოში ჩამოვიჭერი სინამდვილეში. აბა გამოქაჩო, მას ხელი არ მომაჭრა. ნახე როგორი დანაა. ქართველი მჭედელის ქართველი ხელით დამზადებული ესეთი სიმპათიური ლამაზი დანა არის. სხვათა შორის დანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხაჭოს პასკის გაჭრაში, იმიტომ რომ შეიძლება ცუდმა დანამ სუთლიანად გააფუჭოს. ეს თემა გავიარეთ ჩვენ წერად გითხარით რომ არ დაიშალოს, აუცილებელია რომ წმინდა დავჭრათ ჩვენ გულსართი რაც ეკრება შეგნით. კი, გულსართი კი და ხაჭოც ანუ ძალიან მჭრელი დანით დავჭრათ. ხაჭოსი თუ არ არის კარაქი, ყოველთვის დაიშლება ხაჭი. ესე როგორ ჩამოგიჭრამა? აი ეს არ ვიცი, როგორც შენ როგორც დაჭრიდი ისე. მომიყვანე? ახლა შეგნით უნდა გაჩვენოთ, უნდა გადმოვატრიალოთ. ესეა ჩვენი. აი. აუჭრა? სასწაულია ხალხო. არ შეგშურდეთ ახლა ჩვენი. თუ თქვენ დაგეზარებათ და ვერ გააკეთებთ სახლში, რესტორან ჩვენიდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გამოიძახოთ და მოგიტანენ. მე 8 რიცხვიდან ვიწყებ ხოლმე ტრადიციულად 5 ხილით ადრე. თუ ვინმეს გაქვს სურვილი წინასწარ აჩქარებულები ვინც ახართ, დაგვირეკეთ, შეგვიკეთეთ. თუ ჭურჭელს რიცხვა გეზარება, სამზარეულოს ხეხვა გეზარება, დიასახლისი არა გყავს, დამირეკეთ. აი რამდენი ფაქტორი ჩამოვათვალო, იმისაც რომ დარეკოთ, შეუკვეთოთ, ისიამოვნოთ, ბჟავიანობა როგორია? მართლა გეუბნებით, აი ხაჭოს პასკა არის ის, რის დროსაც ყველაზე ბევრი ჭურჭელი ისვრება. აი ყველა ჭურჭელი ისვრება. ყველა ტექნიკა. ყველაფერი ისვრება, ამიტომ აი რა ჯობია რა. არ ვიცი, ხოდში რა, ხოდში. მეგობრებო. მე ვაღარ ვაკეთებ, მე ხალები აღარ მაქვს. მოდი, იქით ახელი შენ, აქეთა მე. ამას რა უყურთ? აი, გავანაფერი. მოვიდა, ინგალაცია. მე ვიცი რა. ჩაკაფულის ინგალაცია. მე ვიცი რა, გაიქეთ შენი სტუდიოდა და მომივარდია ქშიოდა და იმიტომ. ისა მჭირდება წონა. წონა მჭირდება.
აი. ატანჯეთ ეს ხალხი. მოგინდათ? ახლა ასე ვურიოთ? პური გვაქვს, პური ოჯახში. სა, არ მინდა. ცოტა წვენი რომ ჩააცო პური. კაი, გეყოფა. ვიცი, ქვემო დახვარჯობდა ხორცე ამოგვეღო. ხომ რატო? არის? კი, აბა. რა, ყველა ესე არის. ხბო არის, შვილო, ხბო. მიდი, ეგ დამიდე, კაი ნაჭერია. მეყოფა. ბოჩოლა. ამას უნდა პური ეხა რომ ჩააწო. პური მოუტანეთ რა. ხოია. და არის თუ აკლია. გემო? უა. ჩაკაფული ხო? ნაღდად ქართულია. მადლობა. ჩაკაფული ხო ქართულია? ჩაკაფული არის კახური. აი, ჩაკაფულის თავარი მუღამი არის ხალხო, აი ეს. სულაც არ ეთყობა რომ სეზონის შემოსვლამდე ვართ. ჩაკაფული. ფანტასტიკა. ცხელია. პირდაპირ ცეცხლიდან მოდის. ნახე როგორი აი ცეცხლზე მომდადებული კეს ყოველთვის განსაკუთრებულად გემრიელი ტონები აქვს. იმიტომ რომ სადაც არის ცეცხლი, იქ არის ყვამლი, სადაც არის ყვამლი, იქ არის გემო. ეგ ჩაიწერე. აქედან ვერ ამოსვლი. ყოველ დღე კი არა ვარ ესეთი ბრძენი. ხა, რა ხომ? დიდებული.